დიახ, თბილისის საქალაქო სასამართლოში დაახლოებით 9 საათის წინ დასრულდა საპროტესტო აქციების ეს დაკავებული 11 პირის მორიგი სასამართლოს ხდომა, როგორც იცით, ეს პირები, მათ შორის მსახიობი ანდრო ჭეჭინაძე, ასევე იუმორისტი ცხადაძე და კიდევ 9 დემონსტრანტი დაკავებული არიან ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით. დღევანდელ სხდომაზე გამოიკითხნენ პროკურატურის მოწმეები, 2 პოლიციელს მოусმინა სასამართლომ დღეს მათ უპასუხეს როგორც მხარეების შეკითხვებს, ასევე თავად ბრალდებულების შეკითხვებსაც ნიკოლოზ ხურცილავამ და ლაშა იუღლიშვილმა პოლიციელებმა, რომლებიც ბრალდების მხარემ წარმოადგენდა დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოწმეებად, მათ აქვთ დაზარალებული სტატუსი ამ საქმეში და ორივე მათგანმა, ისევე როგორც გუშინ გამართულ ვაპირის სასამართლო პროცესზე, რომელშიც ასევე მათ დაზარალებული სტატუსი აქვთ, მათ განაცხადეს, რომ მოხდა თქვა საპროტესტო აქციაზე, თუმცა არ იციან თუ ვინის როლა ეს თქვა, რომელიც მათ მოხვდათ და რომლის შედეგადაც ისინი დაზიანდნენ. დღევანდელ სხდომაზე ასევე მათ კითხვები დაუსვეს იმ პირებმა, რომლებიც ამ საქმის ფარგლებში დაკავებულები არიან და ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ ფრაგმენტები სასამართლო პროცესიდან, მოწმეების ჩვენებების ნაწილი და ასევე კითხვები, რომლებსაც მათ უპასუხეს. შემდეგ ერთი გადაწყვეტილებას და ლოგიკურია, რომ სხვა პირი, რომელიც პირველ დეკემბერში იმყოფებოდა, თქვენ ეს დაგაზიანებდათ და თქვენ წინამდე ვერაფერს ვერ განახორციელებთ. აუცილებლად სანქცი იმყოფებოდი პირველ დეკემბერში. რამდენიმე სულ სამ შეკითხვას დავისვამ, რომ აღარ განმეორდეთ და ჩემს კოლეგებს გადავცემ. თქვენ ახსენეთ თქვენი ხელმძღვანელი პირები, როგორ თქვენ თქვენი ხელმძღვანელი პირი და ვის დავალებებს ასრულებთ ადგილზე. იმ მომენტში არ მახსოვს ვინ იყო, იმიტომ რომ თქვენს მოგეხსენება დიდი ხანი არა მარტო ამ თემაზე იყო საპროტესტო აქციები. ანუ ინტენსიურად აპროტესტებენ რაღაცებს, ხშირად რა საპროტესტო რაღაცებს როდის? რაც ინტერესი იყო, როგორც მოხდეს პრემიერის განცხადებას აპროტესტებდნენ. რასთან დაკავშირებით? რაც ევროპასთან დროებით შეწყობას ურთიერთობას დაახლოებით ცუდად არ მახსოვს. ანუ ის თქვა, რომელზეც თქვენი საფრთხიანაბიჭი იქნება თუ დევს საქმეში. ანუ ის თქვა მოძებნელია თუ არა? დევს თუ არ დევს საქმეში. ხა 100 და 200 სკას უგესვიან ფიზიკურად ერთი შეფასება. კი ან არა უნდა პასუხო და მე გავიწევ არა, იმიტომ რომ ვერ იქნა მოძებნილი. ასაგებია. და თქვენ თან თქვით რომ ჩვენმა გვერდით ყოფებმა ვინი მეტ გვერდით ვერ დავინახევ, იმიტომ რომ თვალდამიბნელდაო და თქვენმა გვერდით ყოფებმაც დაინახეს რომ მოხდათ ეს სხვა რომელი მე არ ვიცი დაინახეს თუ არა, იმიტომ რომ იმაში ყველა თავის დაცვაზე გადასვლა. სამთავრობო მედიები ამას იყენებენ, არსებობს ეს პოლიტექნოლოგიური ხრიკი. ლაპარაკობენ როგორ დაზიანდნენ და ჩვენ კადრს ანახებენ ამ ლაპარაკის და ერთადერთი მიზეზი ამ ყველაფერს არის ეს, რომ საზოგადოებაში შექმნა ის აღქმა, რომ თითქოს ჩვენ აი ამ ადამიანთა შემხებლობაში იმის მიუხედავად, რომ ამბობენ, რომ ჩვენთან არავითარი პრეტენზია არ აქვს, რაღაცნაირად მაინც უნდათ, რომ რაღაცნაირად დავიქონ, რომ ჩვენ თითქოს ამ საქმეზე დამნაშავეები ვართ. ამოვიდა საგნების, ქვების, ფეიერვერკების აი უამრავი ქვა წამოვიდა და ცდილობდი თუ აგვეცილებინა ეს ქვები და მაგრამ ვერა ვიცილე, მაინც მომხვდა ორი ქვა, ერთი მუცელში და მეორე თავში და მივიღე დაზიანება თავის არეში ნახეთ კიჭრილობა. დიდი დაზიანება არ მიგიღია, თუმცა სხვა 100-ზე მეტი პოლიციელი არის დაზარალებული და სხვების მაგივრათაც გაქვთ პრეტენზიები. ესე გავიგე მე. თქვენ თუ გაქვთ ფოტო და ვიდეო ნანახი ბიჭის, რომელსაც დამიზნებით ესრულეს შემსადენი გაზი და თავის კალახეთს. შემდეგ კითხვაზე გადავალ თქვენ დაზიანეთ პირველ დეკემბერს. რა დაგიზიანეთ? შუბში მომხდა ქვათან მქონდა ნახეთქი ჭრილობა. ნახეთქი ჭრილობა. ვიცით მე სად ვიყოფებოდი პირველ დეკემბერს? ხარ მე შეგიმჩნევი ვარ აქციაზე. იმ დღეს მე ვერ ამოვიცანი რა სიმართლე. პირველ დეკემბერს მე ვიყავი თერჯოლაში. შევძლებდი მე თერჯოლიდან ქვის სოლას.
ბრალდებულთა ადვოკატები მიიჩნევენ, რომ არც ერთი მოწმე, რომელიც პროკურატურამ დღეს და არა მხოლოდ დღეს, არამედ წინა სასამართლოს სხდომაზე და ასევე აქციების ეს დაკავებული სხვა პირების სასამართლოს სხდომაზე პროკურატურამ წარმოადგინა რელევანტური არ არის, როგორც ადვოკატები აცხადებენ, ეს პოლიციელები, რომლებიც როგორც ამბობდნენ, დაშავდნენ საპროტესტო აქციაზე, მათ არ შეუძლიათ თქვან არის თუ არა ბრალდებულებს შორის რომელიმე ის დემონსტრანტი, რომელმაც მათ ეს დაზიანება მიაყენა. ისინი ამბობენ, რომ ამ პოლიციელების დაკითხვა სასამართლოს სხდომაზე შეიძლება ემსახურებოდეს მხოლოდ იმას, რომ საზოგადოებაში გააღვივონ ნეგატიური განწყობა აქციების ეს დაკავებული დემონსტრანტების მიმართ. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ ადვოკატების შეფასებებით, ეს შეფასებები მათ პროცესის დასრულებისა და მოწმეების ჩვენებების მოსმენის შემდეგ გააკეთეს. როგორც მოლოდინი ჰქონდა ტრადიციულად აღნიშნულმა პოლიციელებმა კონკრეტული საქმესთან კავშირში მყოფი არსებითი რაიმე სახის ინფორმაცია სასამართლოს ვერ მიაწოდეს ინფორმაცია რა კავშირში არიან დაკავებული 11 პირი საერთოდ მათ ფიზიკურად დაზიანებასთან შესაბამისად არც ერთი მათგანი არ იცნობს ონისეს და არც სხვა პირებს არც ერთ მათგანს არ შეუძლია გაიხსენოს ვინ რა ესროლა და ვისგან მიიღო კონკრეტულად დაზიანება კონკრეტულადაც არ შეუძლია ზოგიერთ მათგანს ეს თქვა დაასახელოს რა საგნით მიიღო დაზიანება ყველაფერი ეხლა რაც ხდება რომ ეს ხალხი მოყავთ და რეგრეგორით ვისმენთ არის წმინდა სამართლებრივად შეცდომა მეორე მხრივ ის ერთადერთი მიზანს ემსახურება ის არის რასაც სასამართლოში ვერ ამტკიცებს პროკურატურა შექმნას საზოგადოებაში ნეგატიური განწყობა შექმნას გარკვეული შავი წრე ბრალდებულების ირგვლივ თორე მათ რომ რაიმე მტკიცებითი ან ბრალდებისთვის ან საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია გარემოება არ აქვს ეგ არის იმთავითვე ცხადია მის რომ ამ ადამიანებმა მიიღეს დაზიანება მათ მართლაც გაეწიათ სამედიცინო დახმარება ზოგმა მართლაც მძიმე დაზიანება მიიღო ამას არც ბრალდებულები უარყოფენ და მეტიც პროცესზე პირადად მიმართავენ და წუხარებას გამოთქვამენ ამ ფაქტთან დაკავშირებით მაგრამ ის რომ კონკრეტულმა პიროვნებებმა მოწმეებმა დაინახეს როგორ ძალადობდა და იდენტიფიცირება მოახდინეს კონკრეტულად აქციის მონაწილეების არასინდისის პატიმრების აქციის მონაწილეების და თქვენს რომ მათ არ დაუნახავთ არც ერთი შემთხვევა როდესაც ან აგინებდა რომელიმე სამართალდამცავი მოქალაქეს ან რომელიმე სამართალდამცავი ძალადობდა სხვა მოქალაქეს ეს არ დაუნახავთ და მხოლოდ ეს დაინახეს ეს ისედივე აბსურდია როგორც დღევანდელი პროცესები რომელშიც ჩვენ ვიღებთ მონაწილეობას მე შეგახსენებთ, რომ ამ საქმის ფარგლებში უკვე დაიკითხა კიდევ ერთი პოლიციელი, გიორგი ზაბახიძე, წინა სასამართლო სხდომაზე. ეს არის სწორედ ის პოლიციელი, რომლის შესახებაც რამდენიმე კვირის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მან მარჯვენა თვალში მხედველობა დაკარგა აქციაზე, მას შემდეგ, რაც მას სახეში თვალის არეში მოხვდა ქვა. ეს პოლიციელი წარსდგა უკვე სასამართლოს წინაშე და მან უპასუხა კითხვებს, ადვოკატების კითხვებს, ასევე ბრალდების კითხვებს და თავად ბრალდებულების კითხვებსაც არც მას უთქვამს არის თუ არა ამ საქმეში ბრალდებულთა შორის ის დემონსტრანტი რომლის ნასროლი ქვაც მას მოხვდა მე შეგახსენებთ ასევე იმასაც რომ სისხლის სამართლის კოდექსის 225 მუხლით ედავებიან აქციებისას დაკავებულ 11 პირს ეს გულისხმობს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას და მათ იმ შემთხვევაში თუ ბრალი დაუმტკიცდება 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ ბრალდებულები ბრალს არ აღიარებენ და ისინი ამბობენ რომ არა თუ ჯგუფური დანაშაული ჩაიდინეს არამედ ისინი საერთოდ არც კი იცნობდნენ ერთმანეთს ვიდრე ისინი სასამართლო დარბაზში არ შეხვდებოდნენ დღეს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა როგორც უკვე გითხარით ორ მოწმეს მოусმინა ამ საქმეზე და კიდევ 3 მოწმეს უნდა მოусმინონ მომდევნო სასამართლოს სხდომაზე რომელიც ნინო გალუსტაშვილმა 19 მაისს ჩანიშნა